გამარჯობა. დღეს განვიხილავთ Xiaomi-ის რობოტ მტვერსას სრუტებს და გავარკვევთ თუ რატომ ღირს ამ ჭკვიანი ასისტენტების ინტეგრაცია თქვენს ყოველდღიურობაში. იქამდე კი არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ნომერის არხი, რათა არ გამოტოვოთ ტექსტი ახლები. რატომ რობოტი მტვერსას სრუტები? ეფექტური სისუფთავის მენეჯმენტი, დროის ეკონომია და არ დაგავიწყდეთ ამ ყველაფერს ზედმეტი მეთვალყურობის გარეშე ახერხებს. Xiaomi-ის მტვერსასრუტი რობოტების უახლესი მოდელები 5 და 5 Pro სხვადასხვა ფასის კატეგორიაში გთავაზობთ განსხვავებულ შესაძლებლობებს. ჩვენს განხილვას დავიწყებთ რობოტ Vacuum 5-ით. Xiaomi-ის ეს კონკრეტული მოდელი გათვლილია მცირე და საშუალო ზომის ბინებზე, რომლებიც არ არის დატვირთული ავეჯი და სადაც იატაკის ზედაპირი მეტწილად ერთგვაროვანია. ეს гаджеტი განსაკუთრებით წარდგებათ ფეთის პატრონებს. ორივე მოდელის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რობოტს და მის სადგურს შესაფერისი ადგილი უნდა გამოუღოთ. მისი თანამედროვე მინიმალისტური დიზაინი ხელს უწყობს მის მარტივ ინტეგრაციას თქვენს ინტერიერში. სადგურში ჩაყენებისას რობოტი ავტომატურად იცლება მტვრისგან, ასველებს და ასუფთავებს იატაკის მოსაწმედ ჯაგრისებს. Xiaomi Home აპლიკაციაში შეგიძლიათ მართოთ რობოტი თქვენი სურვილისამებრ. შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ დაალაგების გრაფიკი, აკონტროლოთ დისპენსერში წყლის დონე, აირჩიოთ სასურველი დაალაგების რეჟიმი და ასე შემდეგ. არ დაგავიწყდეთ, რომ აღნიშნულ მოდელს აქვს ასევე სველი წმენდის ფუნქციაც. რობოტ 5-ს აქვს 20.000 პასკალის შეწოვის ძალა. ის იყენებს სპეციალური დუალ-მჭრელ ჯაგრის, რომელიც ჩაბურთულ თმასა და ბეწვს ანაწევრებს რეალურ დროში. 5200 მილიამპერიანი ელემენტი საკმარისია იმისთვის, რომ რობოტმა სრულად დაალაგოს დაახლოებით 70-100 კვადრატული მეტრი. ეს ასევე დამოკიდებულია დაალაგების რეჟიმზეც. Dual ტელესკოპური მექანიკური კიდურებით კი კარგად წუდება კუთხეებს. ნავიგაციისთვის ეს მოდელი იყენებს Smart Retractable Radar სისტემას. ეს რადარი მოთავსებულია რობოტის თავზე და ავტომატურად დაბლა ჩაიწევა, როდესაც რობოტი ასუფთავებს ავეჯის ქვედა ნაწილს. ლაზერული დეტექციით რობოტი ხვდება სად არის განლაგებული დაბრკოლებები და თავს არიდავს მას. მაგალითად, თუ კი ბავშვის ან ფეთის სათამაშო იატაკზე დაგრჩოთ, რობოტი მას გვერდს აუვლის და არ დააზიანებს. ეხლა კი ვისაუბროთ ამავე სერიის Pro ვერსიაზე. Xiaomi-ის Vacuum Robot 5 Pro უფრო ჭკვიანურად ასრულებს თავის მოვალეობას. ჯერ მოდით ჩამოვთვალოთ თუ რა ფუნქციებს იზიარებენ 5 და 5 Pro. 5 Pro შემთხვევაშიც გვაქვს 20.000 პასკალის შემწოვი ძალა, 5200 მილიამპერიანი ელემენტი, დუალ-მჭრელი ჯაგრისი, Smart Retractable Radar სისტემა, სველი წმენდის მხარდაჭერა და Dual ტელესკოპური მექანიკური კიდურები. შეგახსენებთ, რომ ორივე მოდელს მოყვება თავისი სადგური, სადაც რობოტი იტანება, სუფთავდება და ემზადება დაალაგებისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ Pro-ს სადგური უფრო მეტ წყალს იტევს და უფრო იშვიათად საჭიროებს მის შეცვლას. თავისი დამატებითი ფუნქციებით 5 Pro უფრო მარტივად უმკლავდება საშუალო და დიდი ზომის ფართს. უკეთ ადაპტირდება გარემოში და ხალიჩიანი ზედაპირის გასუფთავება დაბრკოლებას არ წარმოადგენს. ეს უპირატესობები განპირობებულია თავისი triple camera სისტემით, რომელიც დაწყვილებულია AI-სთან, ამგვარად რობოტი უკეთ აღიქვამს გარემოს. დაალაგების დაწყებამდე ის ასკანერებს სახლს და აღიქვამს ავეჯის განლაგებას, ქმნის რუკას, რომლის ნახვა აპლიკაციაში შეგიძლიათ. სხვათა შორის, აპში შეგიძლიათ მივუთითოთ კონკრეტული ოთახის დაალაგება გსურთ თუ მთლიანი სახლის. გატესტვისას ერთი საინტერესო ფაქტორიც მოხვდა თვალში, მაგალითად, თუ კი თქვენს მაგიდას მსგავსი ფორმის ფეხი აქვს, რობოტი ამასაც აღიქვამს, რუკაზე მონიშნავს და შესაბამისად დაალაგებს კიდევაც. კი, მართლა ესეთი ჭკვიანია. 5 Pro-ში ჩაშენებული AI ასევე არჩევს თუ რა ტიპის დაბინძურებასთან აქვს საქმე. უბრალოდ მწვერია თუ ლაქა, AI ასისტენტის საშუალებით რობოტი არა მარტო ამოიცნობს, ასევე შეარჩევს საუკეთესო რეჟიმს, რომლითაც დაიწყებს მის ლიკვიდაციას. თუ კი სველი წმენდის ჯაგრისი წმენდის პროცესში დაბინძურდება, რობოტი სადგურს დაუბრუნდება, დაასუფთავებს მას და გააგრძელებს დაალაგებას. ამავე ფუნქციონალით კუთხეებს უკეთესად და უფრო ჭკვიანურად წუდება. არა მარტო მისი ტელესკოპური კიდურებით, არამედ სველი წმენდის ჯაგრისებითაც. მიუხედავად იმისა, რომ 5-იც კარგად არიდებს თავს მცირე ზომის ნივთებს, 5 Pro კოორდინაციაში უფრო ზუსტია. 5-ისგან განსხვავებით 5 Pro Deep Cleaning-ის ფუნქციასაც გთავაზობთ. ხალიჩის ჩათვლით ყველაფერს იდეალურად დაასუფთავებს. ასევე, თუ კი სტუმრები გვიან წავიდნენ, სახლის დაალაგება შეგიძლიათ არ გადადოთ. კონკრეტულ დროებში რობოტი გამიზნულად დაბალ ხმაზე ოპერირებს. Xiaomi-ის რობოტი მტვერსასრუტების ეს სერია გთავაზობთ ერთგულ და ჭკვიანურ ასისტენტს, რომელიც გაგიმარტივებთ სისუფთავის შენარჩუნებას თქვენ საცხოვრებელ გარემოში. რომელი ჯობია?
ალბათ ეს თქვენ საჭიროებებზეა დამოკიდებული. Xiaomi-ის Vacuum Robot 5 შედარებით ბიუჯეტური ვერსია, რომელიც გათვლილია ყოველდღიურ რუტინულ სამუშაოზე, მცირე და საშუალო სივრცეებისთვის. ამ მოდელს უფრო მარტივი მიდგომა აქვს, თუმცა საკმაოდ ეფექტურია. თუ კი თქვენი საცხოვრებელი სივრცე უფრო კომპლექსურ დაალაგებას საჭიროებს და ამ გაჯეტისგან პრემიუმ დონის პერფორმანსს ელოდებით, მაშინ 5 Pro იდეალური არჩევანია. არ დაგავიწყდეთ, რომ Xiaomi-ში თქვენი მტვერსო სრუტები გელოდებათ Zoom-ში. კარგად!